გავდიოდით ბაკურიანში, უკვე სურვილი ქონდა რომ ხელამურებზე გარიყავით, მაგრამ აქტიურად რა თქმა უნდა 93-ში უკვე ოფიციალურად დავდექით მე და ჩემი ძმა ხელამურებზე. რაღაცა პერიოდი მოყვარულის დონემდე ვსრიალებდი და მე ნელ-ნელა უკვე ისე განვითარდი რომ გავხდი ჩამოყალიბებული ტრენერი. ჩემთვის ეს უკვე პროფესია არის, რომელიც ძალიან უყვარს ამის გარეშე არ შემიძლია როგორც ჩემი ხელოვნება და მხატვრობა, რომელიც ბევრ დადებით ემოციას მაძლევს რა. ეს მთა არის ჩემთვის ყველაფერი აფხაზეთის მერე და აფხაზეთი ნომერ პირველია რა თქმა უნდა ჩემთვის. ლუკა სამკუთხედი გამიკეთე, ჩვენ როგორც ვიცით ხოლმე და წამოდი, ხო? არა, ფეხები კარგად გაამაგრე და წამოდი. ხელები დაწიე ქვევით ლამაზად. ხელები. ეს არის ჩემი საქმიანობა, რომელიც ყველაზე ძალიან სიამოვნებს მხატვრობასთან ერთად. ლუკასი, რომელიც 5 წლის არის, მიხარია რა თქმა უნდა, ჩემ ცოდნას ხავს რომ გამოვწენ და მიხარია აგრეთვე რომ ბავშვები აქტიურად იღებენ აი ამ ცოდნას. Кашале косли? Кашале. Иди, отчалися. მიასპარეზია ძალიან ბევრ შეჯიბრში. პარალელურად რა თქმა უნდა თხილამურების გარდა კარგად შევისწავლე ბორდი და აგრეთვე ვასწავლი ბორდზეც ტურისტებს. მადლობას ვუხდი ბურო სპორტის ხელმძღვანელობას თანამშრომლობისთვის და ყველაფრისთვის, რასაც ისინი ჩემთვის აკეთებენ. ეს არის ჩემი დროებითი საცხოვრებელი, რომელიც ესე იგი რაინერ ბუსმანის დამსახურება, რომ მე მოღვაწეობ როგორც წარმატებული ხელოვანი ამ სახლში. ბოტანიკურ ბაღს უკავშირდება ჩვენი ცხოვრება აფხაზეთის შემდეგ. ბოტანიკური ბაღი აქ დაარსა სანდრო ჩავაღიშვილმა 37 წელში და ამ სახლში მოღვაწეობდა ბევრი ცნობილი გამოჩენილი ქართველი მოღვაწე ნიკო კვეცხოველიც კი ჩამოდიოდა აქ და არაერთი ქართველი საზოგადო მოღვაწე და ფაქტიურად ეს სახლი არის მუზეუმი და მადლობა აი რაინერს რომ მან და ნარელს კიდე მის მეუღლეს რომელმაც იმდენი გააკეთა ჩემთვის რომ უბრალოდ მე სიმშვიდეში და სითბოში მემუშავა და შემექმნა ქართული შემოქმედებითი ხელოვნების ნიმუშები. ნანახეცურიანი არის შემოქმედი ადამიანი. შეიძლება ესე ითქვას, ჩემი სამყარო მაქვს ორ სფეროში. დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი რახან აქტიური არის უფრო ეს თხილამურების თემა და სპორტი. დილას ვდგები ადრე 6 საათზე, ეს არის ჩემი რეჟიმი ზოგადად მთელი ცხოვრების, რომ სადღაც 3 საათი ვიმუშაო ხელოვნებაში, ამის შემდეგ ვემზადები და მივდივარ მთაზე. ჩემთვის ორივე ღირებულია და გათავისებული მაქვს, იმიტომ რომ ბავშვობიდანვე რა თქმა უნდა თხილამურებზე ვდგავარ, ბაკურიანში გაზრდილი ვარ და ხელოვნებაშიც უკვე როდესაც შემეძლო რომ ფანქარი დამეჭირა, მახსოვს ეს იყო მეორე კლასი. ანუ იქიდან ხადა ვიყენებ ზეთის მასალას და ვიყენებ აკრილის მასალას და ტილოები. პარალელურად რა თქმა უნდა ქართულ კულტურული მემკვიდრეობის ხაზი მაქვს აღებული, ეს დაკარგული ორნამენტები, რომელიც წლების განმავლობაში მე ვაგროვებდი და აღვადგენ კიდევაც თავისი ისტორიით და არა მარტო ეს საქართველოში რაც დაკარგულია ეს ტერიტორიები და სადაც მოღვაწეობდნენ ჩვენი ქართველი მოღვაწეები, აი დაუშვათ ავიღოთ სინასმთა. იქიდანაც კი მაქვს ბევრი რამე ნიმუშები აღებული, მოპოვებული და მე გადამაქვს სტილოებზე, როგორც ნაქარგობაში, მოზაიკაში და მხატვრობაშიც. მინდა რომ მრავალფეროვანი და საინტერესო იყოს ჩემი შემოქმედება. ვემზადებით გამოფენისთვის. ექსკლუზივი იქნება. ეს არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ნამუშევარი, შეიძლება ესე ითქვას, ნამუშევრები.
ეს არის პირველი დამწერლობა თავისი ისტორიული ორნამენტებით და ნიმუშებით. ეს არის მულინის ძაფებით გაკეთებული და დაახლოებით 500-ზე მეტი ფერია. და იმ ძველი ქართული ორნამენტებით, რომელიც განვითარდა იმ საუკუნეში. როგორც ჩემი, ესე იგი, მიმართულება და ხაზი არის აფხაზეთის თემა, ეს ნახატი დასასრულებელი არის, ეს არის კინდღის ტერიტორია, სადაც მე დავიბადე და ვცხოვრობდი და რა თქმა უნდა გამოფენაზე წარვადგენ დამთავრებულს და აქ დაიხატება ჩემი დედმამიშვილები, რომლებიც ხშირად დავდიოდით კინდღში და აქედან რა თქმა უნდა იქით ვიყურები ხოლმე დასავლეთისკენ, სადაც ჩემი აფხაზეთია, რომელიც დიდ ნიგვეშს და იმედს მაძლევს, რომ დავბრუნდებით კიდევ.